ჩვენ ვიდივართ. რუსში, ბრუხეში, ბრაჰეში. ანუ გუშინ ერთ მოგამოდა. ეგ არა, ეგ ბიუგი არა, ბრაჰე. არ მეთქი.
ახლა მოვედით სახლში. დაახლოებით 1 საათია, ალბათ არც შეიძლება. ცოტა ხანი დავისვენე. ძალიან გავიყინეთ, აი ძალიან ციოდა დღეს, იყო 5 გრადუსი. ერთ მომენტში იყო მარტო 7 და მზე ასე თუ ისე იყო, მაგრამ ნუ დიდად არ თბობს აქაური მზე. და ძალიან ცუდი ამინდი დაგვემთხვა. ანუ ციცივე დაგვემთხვა რეალურად, თორემ ნუ არ წვიმდა და რაღაც და ქარი იყო რა და ძალიან ცივი ქარია ხოლმე. მაგიტომ ნუ ცოტა ვერ ვისიამოვნეთ ისე როგორც გვინდა და მაგრამ ასე თუ ისე რაღაცები დავთვალიერეთ ბრიუგეში. მაგრამ მე რო დათბება კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ანუ კარგად მაინც ვერ ვნახეთ რა. მინდა რომ შევადარო ბრიუგე და გენტი ერთმანეთს, ეს ნუ ბრიუგე არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი ბელგიის რა. გენტზე ბევრად მოწონთ ხოლმე ბრიუგე, ბევრის გამსმენია რომ აი გენტი არ მოგვეწონა ისე როგორც ბრიუგე მოგვეწონა და რაღაც, მაგრამ შეიძლება ახლა მე ძალიან მიკერძოებული ვარ, იმიტომ რომ გენტი ძალიან შემოყვარდა და როგორც უკვე რაღაცა სახლი ისე გრძნობა თავს და რაღაც, მაგრამ არ ვიცი, მე ეგრე ძალიან არ მომწონებია, იმიტომ რომ გენტი უფრო სხვანაირი ქალაქი არის რა, ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო კარგი რაღაც როგორ თქვა, კარგი ინფრასტრუქტურა არის ჩემი აზრით და უფრო ძველი და უფრო ისეთი რა სამერძავი, ვიდრე მაგალითად ბრიუგეში, მაგრამ ნუ ეს შეიძლება იმიტოს ვამბობ ახლა ამას, რომ რეალურად ჩვენ ძალიან ცოტა რაღაც ვნახეთ დღეს, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ისე მალე გავიდა დრო, რომ აი რაში დავკარგეთ, დრო ვერ ვხვდები რა. არ და ადრე წავედით, თან ძალიან კომფორტული არის აქედან იქ წასვლა, იმიტომ რომ წავედით მატარებლით და მატარებლით დაგვჭირდა დაახლოებით 25 წუთი, მაქსიმუმ 25 წუთი და აი ისეთი მარტივი იყო, არც არავის არ შეუმოწმებია რომ ბილეთები ქონა თუ არა, ანუ ისე შეგიძლო აპარულიყავი და ჩამოსულიყავი და უფასოდ გემგზავნა, რომ აი არავის არაფერი არ შეუმოწმებია საერთოდ და რაღაცა 2 წუთში წავედით და წამოსვლა იყო კიდე მე საერთოდ, აი წამოსვლაზე უფრო ცოტა დრო დაგვჭირდა, თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა, აი რა ვიცი, აი თბილისში 25 წუთში სადღაცაც რო წახვიდე ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ანუ შეიძლება ერთი უბნიდან მეორეობაში ვერ გადახვიდე 25 წუთში და აქ მატარებლით, აი არ ვიცი, ძალიან კარგად ვიმგზავრეთ და ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადავედით და ძალიან მიხარია რომ ესეთი კომფორტული იყო, აი 10-დან 10 თვითონ სადგურებს და სადგურების მოწესრიგებას და რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იყო, აი ბილეთების ყიდვაზეც ძალიან მარტივად ვიყიდეთ, ინგლისურიც ქონდათ და ძალიან კარგი იყო ეგ. მერე საერთოდ ანუ მიგნებაც საერთოდ არ გაგვჭირვებია, იმიტომ რომ აი ისეთი მარტივი იყო და ისე კარგად ეწერა ყველაფერი და რაღაც რომ არავისთვის არც კი გვიკითხავს, იმიტომ რომ უბრალოდ ყველაფერი ეწერა და არაფერი კითხვა არ გაგიჩნდებოდა ადამიანს. და აი არ ვიცი რა, მოკლედ ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი, ძალიან 10-დან 10 იყო თვითონ მატარებელშიც რო ვისხედით, აი მე ვიყავი ერთხელ თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისამდე რა მოკლედ მატარებლით და ისეთ ცუდი გამოსვლება მქონდა, ანუ რაღაცა ჯაყის განცდა მქონდა სულ და აი ძალიან არ მომეწონა და ანუ აქ ისე დალასლასებდა ეს მატარებელი, რომ რა ვიცი, ანუ ძალიან ყვაყოფილი ვარ, მოკლედ კიდევ წავიდოთ ძალიან ბევრჯერ და მოკლედ ეგ ძალიან მომეწონა რა და თვითონ ბრიუგეს რაც შეეხება, ხო ყველაფერი ვერ ვნახეთ, აი ძალიან ლამაზი ქალაქია, ფოტოებს და ვიდეოებს შევსვარ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი ყველაფერი ვერ ვნახეთ და თან ცოტა ძალიან ციოდა და ცოტა ძალიან თხლა და მეც ვარ როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ იცით რომ მე თბილად არასდროს არ მაცვია, მაგიტომ მოკლედ ცოტა არასასიამოვნო გამოცდილება იყო ეგ, მაგრამ მაინც ძალიან მოყოფილი ვარ მოკლედ დღევანდელი დღით. ყველაზე უცნაური არის ის, რომ რაღაცა დღესასწაული არის ბელგიაში და ვიდეოებს შევსვავ და ისეთი უცნაურობები ხდებოდა, რაღაცა ყველა ასაკის ადამიანი იყო გამოსული გარეთ და რაღაცნაირა უცნაური დიდი მანქანები ჰქონდათ გამოტანილი და ანუ ცეკვავდნენ, მღეროდნენ, რაღაც უცნაური კოსტუმები ეცვათ, აი რა დღე არის და რა ხდება, აი ვერავინ ვერ გავიგეთ რა და ერთი უნდა ვკითხო მე ChatGPT-ს რა ხდებოდა რომ ამიხსნას, იმიტომ რომ აი არ ვიცი რა მოკლედ ეგეთი არაფერი არ მინახავს ჩემ ცხოვრებაში, რომ აი ესე გამოწყობილიყვნენ ადამიანები და რაღაც აი მოკლედ ვიდეოებს შევსვავ და მიხვდებით რასაც გულისხმობ და რა მაინც ეგ დღე დაგვემთხვა, მაგრამ ძალიან გადაობა იყო, ძალიან მიხარ ესეთ გენტშიც ეგ ამბები არის, გენტშიც ჩვენთანაც მოაწყეს რაღაცა გასართობი პარკი და მოკლედ მაგ გასართობ პარკში ხოლმე წასვლას და მაგასაც განახებთ მე რა იქნება და როგორ. მაგრამ ანუ ამ ბრიუგეს ვლოგს ცალკე დავდებ და ცალკე მექნება რა მოკლედ რომ განახოთ ყველაფერი რა.
მინდა რომ გავაკეთო ესეთი ერთგვარი შეჯამებასავით ღირს ვარა ბრიუგეში წასვლა და გეტყოდით რომ პირველი იმას რომ აუცილებლად ანუ ძალიან ლამაზია რეალურად მართლა აი ძალიან ლამაზია ჩვენ უკვე მივეჩვეთ თვალი შეეჩვია ჩვენთვის უკვე აი ამ შენობებს ამ ძველ რაღაცა აი იმ ისტორიული რაღაცები რო არის ყველგან და რაღაცნაირი შენობები რომელიც აი მართლა აი აუწერელად ლამაზი არის რა აი რეალურად რო გახარდა რო უყურებ აი დღეს გქონდა რამდენჯერმე ეგ მომენტი რა ესე ვიდექი და ანუ აი რაღაცა ანუ აი არის რა თქვა ანუ ძალიან მაგარი რო არის და რო არ გჭირა რა აი რეალურად აი მაგას რო უყურებ რა ხო და აუცილებლად ღირს ნახვა ბრიუგესი და აუცილებლად ღირს გენტის ნახვაც და ჩვენ ახლა უკვე გენტმა ისეთი მაღალი სტანდარტი დაგვიწესა რომ მე უკვე ხო ხდებით ანუ ყველა ფერს უფრო სხვანაირად ვუყურებთ იმიტომ რომ აი გენტი მართლა ძალიან ლამაზია და ახლა არ დავიწყებ მაგის ახსნას იმიტომ რომ ვიდეოშიც რა თქმა უნდა ხედავთ რომ აი ძალიან ლამაზია რა და თან ახლა დღეს ბრიუგემ ბოლომდე ვერ დავთვალე ერეთ, მაგრამ მაინც დაგმაყოფილი ვარ და ერთი სული მაქვს კარგ ამინჩი ძალიან რო ეცხელება, მაშინ წავიდეთ, რომ აი ნამდვილი ბრიუგე ვნახოთ კარგად და ფეხით შემოვიაროთ და მე კიდევ ბევრ ვიდეოს ჩავწერ და განახებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ბელგიაში აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ და აუცილებლად უნდა ნახოთ გენტი და ბრიუგე რა. შემდეგში ვაპირებთ ანტვერპში წასვლას და ასევე ბრიუსელში ხო ბრიუსელი როგორ უნდა ხვიდე ისე რომ დედაქალაქი არ ნახო ბელგიის ამიტომ და მოგებსაც განახებთ მადლობა რომ მიყურეთ იმედია რომ მოგეწონებათ ეს ვიდეო და ხო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში რომელიც არ ვიცი რა იქნება მაგრამ იქნება აუცილებლად ბაი